ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა ჩვენი მოსწავლეებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და მიმაჩნია რომ უნდა ფლობდნენ ამ უნარებს, მაგრამ მეორე არის ამ ტელეფონებს, იგივე სხვა მოწყობილებებს როგორ მიზნობრივად გამოიყენებენ. ამიტომაც მიმაჩნია რომ გაკვეთილზე, როდესაც არ ითხოვს საგაკვეთილო პროცესი, რაიმე ან ინფორმაციის მოძიებას, ან რამეს გამოთვლას, თქვათ, ისეთი რომელიც სასწავლო მიზნით არის გამოყენებული, მიმაჩნია რომ არ უნდა იყოს ტელეფონები გამოყენებული. ჩვენ სკოლაში ეს უკვე წლები არის რომ გვაქვს ეს პრაქტიკა, მოსწავლეები სკოლაში მოსვლის დროს აბარებენ ტელეფონებს კლასის ხელმძღვანელს და შემდეგ როდესაც ბრუნდებიან სახლში, მაშინ წაიღებენ თავიანთ ტელეფონს. ეს უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკაა ეს. დიახ, ჩვენთან უკვე ეს პრაქტიკად არის ქცეული და ბავშვებიც მიჩვეულები არიან, რომ საგაკვეთილო პროცესში არამიზნობრივად არ უნდა გამოიყენონ მობილური ტელეფონები, ეს მშობლებისთვისაც ცხადი არის და ამდენად თუ მშობელს აქვს რაიმე ისეთი ინფორმაცია შვილისათვის გადასაცემი, ან მისვლასთან დაკავშირებით არის ეს პრობლემა, ან რაიმე, მაშინ უკავშირდება კლასის ხელმძღვანელს და ბაწვდით ინფორმაციას მას. ახილვის საგანი გახდა ტელეფონების გამოყენების საკითხი, დემოკრატიულობის პრინციპის გათვალისწინებით მოსწავლეებს ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოთ, მაგრამ ჩვენ სკოლაში მომაწესრიგეთ ეს საკითხი ისე რომ ბავშვთა უფლებები არ იყოს დარღვეული. დღეს ახლა ყველა მიცეთ უკვე 21 საუკუნეში რამდენად მავნეჩვევად გადაგვექცა ტელეფონზე დამოკიდებულება, რა ინტერნეტზე დამოკიდებულება, თამაშებზე დამოკიდებულება და უკვე ეს სენი ფართოდ აღიარებულია და ამაზე ეს დავის საგანი აღარ არის. თუ ჩვენ საკვეთილო პროცესში ბავშვებს შეუზღუდავთ ტელეფონის გამოყენების უფლებას, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მე ამაში ვერაფერს სადაოს და საწინააღმდეგოს ვერ ხედავ. ჩვენთან არის ეს სკოლა, ეს ასე წესრიგებული, რომ მოსწავლეები სპეციალური ყუთები იყიდება, შევიძინეთ, მოსწავლის სახელი და გვარი არის ამ ყუთზე მითითებული, მასში მოათავსებს. ეს თუ ასე მოწესრიგდება ყველა სკოლაში ეს საკითხი, ისევ და ისევ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, ის ცოტა პერიოდი მაინც მოწყდებიან ამ მოწყდებიან ამ დამოკიდებულებას და ჩვენ რომ ადიქციაზე ვსაუბრობთ და ინტერნეტ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, რაღაც კონკრეტული ნაბიჯი ექნება სკოლას გადადგმული მოსწავლეების დასახმარებლად, ამ მიმართულებით. და ეს უნდა იყოს აი ასეც თავისუფლად და ხელმისაწვდომად რა მოსწავლეებისთვის და თუ სახელმწიფო მიიღებს კანონს, ჩვენი გადასახედიდან არ უნდა იყოს ცუდი. ფიქრობ არანაირი პრობლემა არ არის იმაში, რომ სკოლაში ტელეფონები იკრიბებოდეს პირიქით. ეს უკეთესი არის ჩემი აზრით. ჩვენ უკვე დიდი ხანია დავნერგეთ ეს წესი. ჩვენ მოსწავლეები ჩვენით ვახდეთ უკვე ორგანიზებას. ისე მოხდა, რომ საკვეთილო პროცესში გვჭირდება ჩვენი ტელეფონი, რა თქმა უნდა, ამას ვიყენებთ მასწავლებლის ნებართვით. რა თქმა უნდა, ცოცხალი კომუნიკაციები უფრო მნიშვნელოვანი არის. ვირტუალური კომუნიკაცია ნამდვილად ვერ მოგცემს იმდენს, რამდენსაც გვაძლევს ცოცხალი კომუნიკაცია. ჩვენ სკოლაში ტელეფონების აკრების წესი უკვე დიდი ხანია რაც დანერგილია. თავიდან ალბათ ბავშვებს გაუჭირდათ ამ წესის მიღება, მაგრამ საჭიროების გამო მიეჩვივნენ ამას, იმიტომ რომ ჩემი აზრითაც არ არის საჭირო ტელეფონის გამოყენება გაკვეთილის პროცესში, ჩვენ სკოლაში ვართ რომ ვისწავლოთ და არა ვითამაშოთ. თუ რამე სავალდებულო სიტუაციაა, ჩვენ მასწავლებელს ვეუნებით, ვისი გაკვეთილიც იმ დროს გვაქვს და ხელს გვიწყობს და მოგცემს ნებას რომ ტელეფონი გამოვიყენოთ.